ტყვარში ბიჭი იხჩობა. ამ ტრაგედიას კი ათასობით მოწმე თვითმხილველი ხავს. გამლელები ცდილობენ, რომ როგორმე უიმედობაში მყოფი ადამიანი გადაარჩინონ. ზოგმა თოკი მოიტანა მანქანიდან, ზოგმა კი ტოტი მოტეხა, თუმცა შუა ტყვარში მყოფი, უიმედობაში მყოფი ბიჭი ვერავინ ვერ გადაარჩინა. ამ დროს კი გამოჩნდა სამოქალაქო გმირი, მახო პარკაძე, რომელიც გადახტა შუა მტკვარში, გამოიყვანა ახალგაზრდა ბიჭი სრულიად უვნებლად, ნაპირზე კი მოქალაქეები და პოლიცია დახვდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გმირი მახო პარკაძის ბიძა სწორედ მდინარეში დაიღუპა, ხოლო მშობლებმა მის საპატივცემულოდ მახო პარკაძეს მისი სახელი დაარქვეს. ასე გახდა მახო პარკაძე გმირი საკუთარ ოჯახსა და ქვეყანაში. გვახსოვდეს გმირების სახელები, გვახსოვდეს მახო პარკაძე. ერთსაცმელები გვეწყდა ორივეს და ეს ბევრად გვამძიმებდა რა, ორივე ძალიან მძიმე ვიყავდა, თან დინებას მივყავდი. მერე ბოლოს პატრული ჩამოხდა რა, აქედან მახსოვს და ტანსმელი გაიხადა, ჩამოვიდა და ამაყვანინა და რა უბრალოდ წყალობით გადარჩა. თქვა რომ ოჯახის წევრებიო ვიჯექითო და ვფიქრობდითო, ლაპარაკობდითო რომ დღემდე ცხოვრებაში თუ იმეს რამე საჩუქარია ხო ჩვენი ოჯახისთვის გაკეთებულიო, ყველაზე დიდი საჩუქარი შენ გაგვიკეთეო რა და რავი ჩემთვის ძალიან ისე იყო რა, ემოციური იყო რა. აი ყველაფერი. ყველას უნდა და რა გადარჩინა ზოგმა ცური არ ეცოდნენ და ყვიროდნენ რა ცური ვინიცისო ზოგი ტოტს ეხავდა. ეს ამბავი გავიგე იმ დღესვე ჩემი ძმამ დამირეკა ტელეფონით. სიამაყით ავივსე ეგრევე რა თქმა უნდა. მახო ზუსტად იმას იზავდა, რაც ქნა და ყველაფერს იზავდა გადასარჩენად. ჩემი თავისი იმედი მქონდა რა, აი უაჭველი ვიცოდი რომ არც ღმერთი გამწირავდა, არც იმას არ გაწირავდა და აი ფიზიკურობის და ცურვის იმედი უაჭველი მქონდა, მაგიტო გადავხდი ეგრევე რა. თელი ცხოვრება ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა, თან სურვა და რაღაც ვარჯიში ჩემ ცხოვრებაში იყო. ჩემ ძმას ეს სახელი დაარქვეს მას ბიძაჩვენის საპატივცემულოდ, რომელიც სამწუხაროდ მის დაბადებამდე მდინარეში დაიღუპა. დამთხოვა იყო თუ ბედის წერა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ანუ ზუსტად ჩემი ძმა იყო იქ და ანუ ბიძაჩვენის სახელით და სახით ამ ადამიანს აჩუქა სიცოცხლე. მეტრე წაგვიღოდა და აი სადღაც ეხა ის ლოდები რო ჩანს, ცოტა იქით ბოლოსში გამოვიყვანე. ხელი შემოხვიე და რა ვიცი, ნაბიჯ მომყავდა და მე უკვე ხალხი მიყვიროდა რომ მეტი აღარ წამოხვიდეო, დინება მაწაგებო, სადმე ღმა არ იყოსო. რავი, რატო რაღაც განსაკუთრებულ ძალა ღმერთმაც მომცა რა, რომ აი სალი ხელი გამოვიყვანე და მე ტანსაცმელი მეცვა, იმასაც ტანსაცმელი ეცვა, თა ფეხსაცმელები გვეცვა ორივეს. და ეს ბევრად გვამძიმებდა რა, ორივე ძალიან მძიმე ვიყავდა, თან დინებას მივყავდი. მერე ბოლოს პატრული ჩამოხდა რა.